სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს ირჩევენ პარლამენტში. თანამდებობაზე დასახელებული მამუკა მდინარაძე დილიდან უკვე წარსდგა თავდაცვა და უსაფრთხოების კომიტეტზე. უწყების მომავალმა ხელმძღვანელმა კანონმდებლებს საკუთარი ხედვა წარუდგინა. ამ წუთებში კი პლენარულ სხდომაზე მისი კანდიდატურისთვის კენჭისყრა უნდა გაიმართოს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი 6 წლის ვადით აირჩევა. თეონა მანაგაძე საკანონმდებლო ორგანოდან გვერდება ახლა პირდაპირ ეთერში. თეონა, გისმენთ. მამუკა მდინარაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობას რამდენიმე წუთში უკვე ოფიციალურად ჩაიბარებს. პარლამენტის პლენარული სხდომა რამდენიმე წუთში დაიწყება და სწორედ ერთ-ერთი პირველი კენჭისყრელი საკითხი სწორედ იქნება მამუკა მდინარაძის კანდიდატურა. მანამდე სანამ გაიმართება კენჭისყრა, დღეს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის დახურული სხდომა გაიმართა. ამ სხდომაზე მამუკა მდინარაძემ უკვე საკუთარ კოლეგებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა იმის თაობაზე, თუ როგორი არის ქვეყნის უსაფრთხოება, როგორი არის ამ მიმართულებით გამოწვევები და როგორი არის მისი ხედვა ამ სისტემის საქმიანობასთან დაკავშირებით. მმართველი გუნდის წევრებმა დღეს შეაფასეს მამუკა მდინარაძის კანდიდატურა, მათ ხაზი გაუსვეს მის პროფესიულ გამოცდილებას და კვალიფიკაციას. მათ თქვეს, რომ მამუკა მდინარაძეს დიდი გამოცდილება აქვს ძალოვან უწყებაში მუშაობის. ქართული ოცნების წევრები ამბობენ, რომ მამუკა მდინარაძის პირობებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იქნება გამორჩეულად წარმატებული. მათ დღეს თქვეს ის რომ მამუკა მდინარაძის ხელში ეს უწყება იქნება საიმედო პირობებში. საიმედო ხელში იქნება ეროვნული უსაფრთხოება ქვეყნის როგორც შიგნით ისე ჩვენს რეგიონში. იცით რომ ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე დგას დღეს არა მარტო ჩვენი რეგიონი, მთლიანად მსოფლიო და მისი უსაფრთხოება. აქედან გამომდინარე მამუკა მდინარაძე არის სწორედ ის პიროვნება, რომელსაც გააჩნია ის პიროვნული თვისებები და ის მახასიათებლები, რაც უნდა კონდეს ადამიანს, რომელსაც უყვარს თავის სამშობლო, ის არის პატრიოტი ადამიანი, მას აქვს გარკვეული გამოცდილება სამართალდამცავ სტრუქტურებში მუშაობის სხვადასხვა უწყებებში და რა თქმა უნდა ის არის ერთ-ერთი წარმატებული პოლიტიკოსი. აქედან გამომდინარე მე ვთვლი რომ ის იქნება ერთ-ერთი წარმატებული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი. ახალი ხელმძღვანელი მამუკა მდინარაძე სწორედ ის პიროვნებაა, რომელსაც აქვს პოლიტიკური სახელმწიფოებრივი ცხოვრების და მუშაობის გამოცდილება, აგრეთვე სამართალდამცავ ორგანოებში მუშაობის გამოცდილება. გამომდინარე ამ ერთობლიობიდან, რა თქმა უნდა, მას გააჩნია ის უნარჩვევები, რომელიც ამ სამსახურის შემდგომ უფრო გამართულ და დახვეწილ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს და ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი არის ამ პიროვნების პატრიოტიზმის და კეთილსინდისიერებას. ჩვენი მხრიდან მხარდაჭერა ექნება მამუკა მდინარაძის კანდიდატურას, მას აქვს გამოცდილება პოლიტიკური, მენეჯერულ პოზიციებზე მათ შორის და რაც ყველაზე მთავარია ხას უსვამს ყოველთვის სახელმწიფოებრივი და ეროვნული ქართული აზროვნება. ეს არის მთავარი ამ უმნიშვნელოვანეს პოზიციაზე. მამუკა მდინარაძემ პირადად დაესწრება დღეს პლენარულ სხდომას, სადაც მას რამდენიმე წუთში კენჭისყრას დააყენებენ მის საკითხს. მამუკა მდინარაძე უკვე ამის შემდეგ აპირებს მედიის წარმომადგენლებთან კომენტარის გაკეთებას, საკუთარი პოზიციების დაფიქსირებას. მას შემდეგ, რაც უკვე ის გახდება ოფიციალურად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, მე შეგახსენებთ, რომ მამუკა მდინარაძე ამ პარლამენტში იმყოფებოდა მესამე მოწვევის პარლამენტის წევრი არის. 2016 წელს გახდა ის პირველად დეპუტატი და ამის შემდეგ უკვე წლების განმავლობაში იყო როგორც ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე, ასევე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი. სწორედ ეს პოზიცია იყო ბოლო, რასაც ის პარლამენტში იკავებდა, თუმცა მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად ის უკვე პარლამენტიდან გადაინაცვლეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. მადლობა თეონა. თეონა მანაგაძე იყო საკანონმდებლო ორგანოდან პირდაპირ ეთერში.